გიორგი მელაძე, ლუკა წულაძე, გესაუბრებით შტაბიდან. მე და გიო საუბრობდით გუშინ, თუ გუშინ წინ, რომ პრინციპში აი ჩვენი სისტემის სუსტ წერტილს მივაგენით, ვიპოვნეთ და ასე ვთქვათ, გიორგიმ შეადარა ბრძოლით დაზვერვას, რომ ბრძოლით როცა ზვერავდა, ინფორმაცია მოგდის, რომ თურმე სისტემა ამაზე რეაგირებს. ზოგადად, ყველა ავტორიტარულ სისტემას მეტნაკლებად ერთნაირი სუსტი წერტილები აქვს, მაგრამ ზოგიერთი მეტად ტკივა და ზოგიერთი უფრო ნაკლებად. აი ჩვენ სისტემას კი აქვს ძალიან კონკრეტული სუსტი წერტილები, ეს არის კომუნიკაციები, რომელიც დადასტურებულად უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი მისი სუსტი წერტილი არის და რომელზეც რეაგირებს მტკინვეულად. რა თქმა უნდა, მტკინვეული რეაგირება ის არის, როდესაც ნერვში რაღაცა ურჭოფ რეაქცია აქვს და გირტყამს, მაგრამ მეორე მხრივ ის არის, რაც ტკივა. ანუ აი ამ შემთხვევაში შეიძლება მოწინააღმდეგეც ჩვენც დავზარალდეთ და სისტემაც დაზარალდეს. ეს უკვე ბრძოლის ტექნიკის კლასის გამბედაობის, ნიჭიერების და ასე შემდეგ ამბავი არის. ვინ გაიმარჯვებს ამ შეტაკების დროს, ასე ვთქვათ. გიო, მოგესალმები კიდევ ერთხელ. მოგესალმები, კი, ძალიან საინტერესო ამბავია სუსტი წერტილების თემა. და ხო, რამდენიმეს მივაქციეთ, ხო, ყურადღება პრინციპში. ერთი იყო, რომ აი მაგისტრალზე იყო ძალიან სერიოზული რეაქცია, სხვათა შორის ძალიან უცნაურად, ესე იგი, განიცადა რეჟიმმა ეს მაგისტრალის თემა და მე არც ველოდი, რომ ამ ხელა ამბავი ატყდებოდა და ჯარს გაიყვანდნენ იქ რაღაც დასაცავად, მაგრამ ნუ ფაქტია, რომ გზას თუ ვერ აკონტროლებენ, მაშინ ვიღაცის თვალში ისინი სუსტები ჩანან და აი ვიღაცა ვისაც ეპრანჭებიან, შეიძლება მერე დაინტერესდეს მათი ჩანაცვლებით. ეს ერთი იყო, რაც გამიჩნდა, იმიტომ რომ ნუ ეს რეჟიმი არ არის თვითმყოფადი რეჟიმი, თავის ფეხზე ვერ დგას, ვის ფეხებზე დგას, მაგაზე კიდე ცალკე უნდა ვილაპარაკოთ, მაგრამ ნუ ფაქტია, რომ აი ამ გზასთან და მათი ასე ვთქვათ პოლიტიკური სტაბილურობის განცდა დაკავშირდა მათი პირადი შეიძლება უსაფრთხოებაც. ეს უნდა ვიცოდეთ მნიშვნელოვანია. მაგრამ ნუ მეორე სუსტი წერტილიც დავინახეთ, ასე ვთქვათ, ტკივნეული წერტილი, მგრძნობიარე, რაზეც რეაგირებს და ეს იყო ჩემთვის თესეუ. ეხლა მაგალითად ძალიან ბევრი სტუდენტია სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან დაკავებული და იშვიათია უნივერსიტეტი, რომელიც რეაგირებას ახდენს ამ ფაქტზე, განცხადებით ეხმაურება აპროტესტებს და ამ დროს გაცილებით მეტია უნივერსიტეტი, რომელიც უბრალოდ ჩუმად რჩება რა და მას თითქოს იმდენ ყურადღებას არ აქცევენ, რაც აი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტზე აქვს ეს აქცენტი რა. ანუ ესეც მე მგონი ძალიან გასათვალისწინებელი ამბავია, რომ ფაქტიურად საბჭოთა ნომენკლატურა მოკალათებულია ამ უნივერსიტეტში, ეკლესიაში, აი ეს უნივერსიტეტი აქვს, ესე იგი, უფრო რაღაცა წინაზღუდეთ გამოწვეული, იმიტომ რომ აი მისტიური ჯადოქრობით ვერ იცავენ, რითაც ეკლესია აქვს დაცული რა, იქ ხო საერთოდ ვერ შეუბრუნებ მაგათ სიტყვას, აი გრიგოლ ხაცდელი აქ დაფარებული ყოფილ კომუნისტებს და ეხა ქრისტეს სახელით ებრძვიან იმას, რა ქვია, ლიბერალიზმს. ხო და აი ეს კომუნისტები თქვათ, სადაც არის, იქ თესეუში, ხო, იქ უფრო დაუცველად გრძნობენ თავს რა, ამიტომ სახელმწიფო რეპრესიული აპარატი იქ გაცილებით უფრო ესე წარმოდგენილია. რა ქვია, ძლავრად, ხო, იქ პირდაპირ სტუდენტს ურტყავს დაცვის სამსახური, იქ პირდაპირ შეყავთ პოლიციელები იმაში, რა ქვია, დაიჭირეს სტუდენტები შიგნით შეუშვეს ეს კრიმპოლი, ანუ ფაქტიურად იქ რაღაცა რომ მისცეს საშუალება შექმნიან ზონას, კოლონიას, სადაც ესე სტუდენტებს აწარმოებენ თავისი პარტიული რიგებისთვის. ეს კარგად უნდა გვესმოდეს, რომ აი ეგ არის თელეკომუნისტური ამბავი და სხვა შორის მან
ეგ დებილური სისტემა სულ არსებობდა. მე მქონდა 2006-ში თუ 7-ში აღარ მახსოვს ლექციები და რაღაცა ლექცია გავაცდინე და ადმინისტრაციას უთხარი რომ ლექციები მე გავაცდინო თქო და მე აღვადგენ თქო და ეგო ჩვენ არ გვეხებაო ეგო დაცვის სამსახურს ეხება და იქ უნდა დაიწეროს ახსნა განმარტებაო და მე ვთქვი თქვენ სიცხე ხო არა გაქვთ რა დაცვის სამსახურს უნდა დაუწერო ეხა ახსნა განმარტება დაცვის სამსახური ვინ არის კარში დგას რაღაცა თავის საქმეს აკეთებს მე რა შუაში ვარ რატო უნდა ვიარო იმასთან ახსნა განმარტების დასაწერად თან ეს სიტყვები შემორჩენილი იყო და შენ დარწმუნებული ვარ ეხლა შემორჩენილია რა ახსნა განმარტებითი ბარათი დამიწერე რაღაცას გეტყვია ასე რომ ეს ეგ ზონაა კოლონიაა რა და ვინც ამაზე თვალს ხუჭავს, ყველა ან აძირალა, ან შიშარა, ან ბრიყვია. მე უფრო მართალი გითხრა, შიშრებს და ნაძირლებს ვემხრობი, იმიტომ რომ მაგდენი ბრიყვი ახლა იქ არ მგონია იქ იყოს რა. ხო და ეს ძალიან ცუდ საქმეს უკეთებენ ეს ადამიანები, ზოგადად საქართველოს ვინც ახლა თვალს ხუჭავს თესეულში რაც ხდება და განსაკუთრებით როცა ამ უნივერსიტეტის პროფესორის სტატუსით დადიან და რაღაცა ფარშევანგივით კუდებს აშრიალებენ რაღაც სულელურ კონფერენციებზე კიდევ ის რა შეაინტერესებს ან მაგათი ნაწერი ან მაგათი ნალაპარაკები ეგ ძალიან საინტერესო ის ხდება რა ანუ ევროპელ კვლევარებს რო ხვდები ამბობ რომ იცი რა სამწუხაროდ ჩვენთან არავის არ აინტერესებს აი საქართველოს ესე ღრმად და ამ დროს აბა იქ რო აი ვიღაც ფაფარაშლილი პროფესორები თესეულში რაღაც კონფერენციებს ატარებენ და ვითომ რომ მოგმართავენ და ერთი ვიცი კიდე ბრიუსელის ოთახებში დავრბუდი და კარებებს ვამტვრევდი რომ როგორმე იმას ეკნათო ჩემთვის მოესმინათო აი ეგეთი ხალხი აბა საიდან არსებობს მოკლედ აი ეგ მომენტი გასარკვევი გვაქვს თესეულსთან ძალიან სერიოზულად რასთან გვაქვს აქ და მოდი კიდე ერთსაც ვიტყვი გავჩერდები მესამე სუსტი წერტილი დავინახეთ ეს იყო ნიღაბი და ნიღაბი არის რეალური სუსტი წერტილი რა იმიტომ რომ ნიღაბი ელემენტარული თუ გაქვს აი ესე თუ გაქვს დაფარული აი ესე თუ გაქვს დაფარული აი ესე თუ გაქვს სახე დაფარული აი შუაზე ხო ავტომატური ამოცნობის სისტემა ვეღარ გცნობს და ცალ-ცალკე კიდე არავინ არ ათვალიერებს ათასობით ადამიანს აი ამ ავტომატური ამოცნობის სისტემაზე მინდოდა მე თქვა მეც რავი აი ეხა გამახსენდა ადრეც მინდოდა მაგრამ იყო რომ რაღაც მაკიაჟის მსგავსი ნახატები ასე ვთქვათ ანუ რავი წერტილები სადღაც ხალი სადღაც შეიძლება ნაოჭები ერთი სიტყვით აი სახეს რო შეუცვალოს იერი ის იერი მაგრამ აი კონკრეტულად ის იერი რაზეც არის მომართული ის ამომცნობის სისტემა, ხო? გამოსახულება, გამომეტყველება, რაღაც თვალის ნაოჭი, ცხვირიდან რაღაცა თუ გუგამდე დაშორება და ასე შემდეგ. აი ეს უნდა აუბნიოთ აქ თავგზა რა. მაგაზე არსებობს ვიდეოები, YouTube-ზე არსებობს ინსტრუქციები, როგორ გაიკეთოთ სპეციალური მაკიაჟი, რომ კამერამ ვერ შეძნოს თქვენი ამოცნობა. თუ მაკიაჟის კეთება არ გეზარებათ, შეგიძლია გაიკეთოთ. თუ გეზარებათ, უბრალოდ სამედიცინო ნიღაბი, გრიპი მაქვს რა. და უბრალოდ სამედიცინო ნიღაბი და შეიძლება არ გქონდეთ მთლიანი სახე დაფარული. აი ეს ნაწილი მაგრამ უკვე საკმარისია კამერისთვის. აი ეგ ბოლომდე გასარკვევი არის ზუსტად რა არის საკმარისი. ეჭვმეპარება რომ აი რაღაც გამომეტყველებითაც. იცი აი ჰონკონგის გამოცდილება რას გვეუბნებოდა რომ აი ნიკაპი ამას მალავ, ანუ მაგალითად ველოსიპედის ჩაფხუტი რაღაცა გახურავს რა და აი ეს ჩაიკეტე. კამერა ვეღარ გკითხულობს. ხო, უბრალო კეპი. კიდევ ერთი დამატებითი დაცვა არის კამერისგან, იმიტომ რომ საკმაოდ ზღუდავს არეალს. და როგორც წესი ეს კამერები ზემოთ აყენია და როცა ზემოდან მოდის გრადუსს ასე ვთქვათ ზღუდავს ძალიან და ხშირ შემთხვევაში შეიძლება მთლიანად არა, მაგრამ სახის ნახევარი დაგიფაროს ან 1/3 და ეგეც საკმარისი იყოს და მე ჩემთვის ვფიქრობდი ოდესღაც, მაგრამ არ გამიკეთებია. დამცავ სათვალეებზე, რომელსაც ხმარობდით ხოლმე აქციების დროს, მით უმეტეს ისე დაძაბულ მომენტში, როცა გასისროდნენ და რეზინის ტყვიებს და ასე შემდეგ, დამცავ სათვალეებზე აი უბრალოდ მარკერით აი ესეთი ზოლები რა. დიაგონალი, რომელშიც შეგიძლია დაინახო, ხო? ანუ ვიცით, ხო, ესეთი ზოლების უკნიდან შეიძლება დანახვა და აღქმა რა ხდება
ხო, ანუ რა ხდება იქეთ ხარის, ხო? ანუ ამაში ხელს არ შეგიშლის ეს ზდოლები, მაგრამ მეორე მხრიდან უკვე ხელს უშლის შენი თვალების და ასე ნაოჭების და იქ რაღაც დაშორებების და ასე შემდეგ ამოცნობას რა. ეგ არის. არ გეგმავდით ამას, მაგრამ მნიშვნელოვანია ხა ამ არა, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეხლა რასაც უყურებ, ანუ ძალიან ბევრი ჯარი მაიწერება, ეს 5000-იანები რა და მეორეს ანუ რატო უნდა ვიხადოთ ტყუილად ფული, ხო, როცა ვიცით რომ ნიღაბზე ჯერ 1-2000-იანია და ამ ნიღაბზე შეიძლება გზდიონ, როცა კონკრეტული ნიღაბი ქვია, მაგრამ სინამდვილეში მიზანი რა არის, რომ კამერამ ვერ დაგაფიქსიროს, თორე იმ მომენტში ეს პოლიციელები ვერ დაგზდებენ, რომ პირადობა მაჩვენე, აბა ჯარიმა გამოგიწერო, იქ არაფერს არ წერენ, ეს კამერები კითხულობენ სახეებს და მე ნებისმიერს უგზავნიან, ხო? და სულ არ აინტერესებს ადიდექი, გზაზე იდექი, ტროტუარზე იდექი, თუ მაღაზიაში იყავი, სადაც დაიჭერს, ვინმეს იმას უწერს. აი, ნახე, შენ იურისტი ხარ და მე ამაზე ვფიქრობდი რა, არც გამიზიარებია შენთვის. აი, ადგილზე ვდგევარ ნიღბით ვდგევარ და ჩემი სახის ამოცნობა შეუძლებელია, ხო? გამოდივარ კონკრეტული ადგილიდან და მე ვიხსნი ნიღაბს. ოღონდ თან ისე ვიხსნი, რომ ეს მოხსნის მომენტი ალბათ არ დაფიქსირდეს რა. როგორ უნდა დამიმტკიცონ, დამიმტკიცონ, დიდად დამტკიცებაც არ ჭირდება ჩვენ სასამართლოში, მაგრამ როგორ იდენტიფიცირება უნდა მოახდინონ აი ამ უნიღბო ადამიანის, რომელიც ვარ 9 საათის მერე, იმ ნიღბიან ადამიანთან, რომელიც 9 საათის წინ ვიყავი. ვერ გააკეთებენ, თუ არ ჩაგიჯდნენ. ანუ მაგალითად, თუ შენი ქურთუკი ხო, ნიღბით. არა, შენი ქურთუკი დაგიფიქსირა, ან კიდე რაიმე ნიშანი დაგიფიქსირა, მე სხვა კამერებში გეძებს, რომ ეს ნიშანი ამოიცნოს. აი, მაგ შემთხვევით შეიძლება გზდიოს, თორე ისე ვეფერს ვერ გიზარდოს. ამოსაცნობი ნიშნები, იგივე ტანსაცმელზე, ფეხსაცმელი, შარვალი, რაღაც კეპი, ქუდი, პომპონჩიკი, ასე შემდეგ შეიძლება. ხო, როგორც ვიცი, ტატუებსაც აკვირდებიან, განსაკუთრებით ისეთ ადგილებზე. აი, ყელზე ან ხელზე და ამასაც იყენებენ, ასე ვთქვათ, მტკიცებულ. სხვათა შორის იმ დღეს ვფიქრობდი, რომ მე მგონი პირიქით რაღაცა ჟილეტები აუცილებელი ამბავია, ამოსაცნობი ჟილეტები რა. და ეს შეიძლება ჩაიცვა და მე უბრალოდ გახვიდეს ადმე ბნელ სადარბაზოში და გაიხადო. იქნება ორი კონტრასტული ტიპი, მაგრამ ეს მე მგონი ცოტა ზედმეტიც არის, ანუ არ არის საჭირო ამდენი. იცი რა, ეხლა შეიძლება არ იყოს. ეხლა სანამ თქვათ რაღაც აი ესეთი თუ არ იქნება ესეთი დაპირისპირება, რომელიც იყო მანამდე, შეიძლება ეს არ იყოს საჭირო, მაგრამ მე ჟილეტები მომწონს, ჯერ ერთი იაფია, გადასაცმელია, მეორეც, მეორე ხელი ტანსაცმელია, რომელიც დარტყმასაც აკავებს და მესამე არის ის, რომ მიტინგს თითქოს ათანაბრებს, აი ამ დიდი ადამიანების მასას ათანაბრებს რაღაცა საერთო ფერში სვამს და იქ უკვე გარკვევა, აი პატარა დეტალით, ვინ არის უფრო მეტად რა თქმა უნდა ჭირს, იმიტომ რომ იმ ადამიანის სხვა კადრში პოვნა, თუნდაც იმ პატარა დეტალით რა, უფრო რთულია ვიდრე რომ იცის რომ ყვითელი კურტკა მაცვია და სხვა კადრშიც რაღაც ყვითელ კურტკიანებს ამოაგდებს, მე კიდევ სხვა კადრში სხვა ყვითელ კურტკიანებს და იდენტიფიცირებას ახდენს რა. მე მომწონს ეს საერთო ჟილეტები, იაფია 6, 7, 8, 9, 10, 12 ლარი, არის ერთნაირი და მოკლედ რაღაცა საერთო ერთ ფერს ძეს მთლიან აი ამ მიტინგს რა და მარტივია იაფია გადაიცვი გადააგდე ან შეინახე გააჩნია მომენტს და მდგომარეობა ანუ აი სუსტი წერტილები აუცილებლად უნდა ავითვისოთ გზები ოღონდ ცენტრალური მაგისტრალი ფაქტია რომ მაგაზე გიждდებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აი კონკრეტულად ამ უნივერსიტეტზე გიждდებიან, იმიტომ რომ ყველაზე მეტი კომუნისტი როგორც ჩანს ამ ყველაფერთან არის დაკავშირებული, ამ უნივერსიტეტთან არის დაკავშირებული და სახე, რომლითაც და კამერები, რომლითაც ახდენენ იდენტიფიცირებას, მე წერენ ჯარიმებს, ხო? აი ეგ სისტემები თუ ეშლებათ, აი მაგ სისტემებში თუ აქვთ ჩავარდნა ეს მაგათთვის მე მგონი ნიშნავს გრძელვადიანი, ასე ვთქვათ, გრძელვადიანი მარცხის ერთი ნაწილია რა, ეს მათთვის არ არის ტაქტიკური მარცხი რა, ისინი ამას სტრატეგიულ მარცხად აღიქვამენ, ამიტომ ეს უნდა ვიფიქროთ. აი ნახე, სახე არის ის, რაც შეგვიძლია ყველამ
ანუ ინდივიდუალურად უნდა ვაკეთოთ, რაღაც პირადი დისციპლინის ხარისხში უნდა ავიყვანოთ. მე მესმის რომ ბევრი ამბობს და რაღაც ეტაპზე ვეთანხმები კი რატო უნდა დავუმალოთ ჩემი სახე. გასაგები არის ეგ, მაგრამ როცა ბრძოლაში საჭირო არის, შეიძლება უნდა დავუმალოთ ხოლმე. მით უმეტეს ესეთ რეჟიმს უპირისპირდებით. ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი გადახდილი ჯარიმა უბრალოდ ჩვენ კი არ გვაკლდება მათემატებად რა. აი ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის რაც ჩვენ გვაკლდება, ემატება მათ. ანუ ჩვენ მხოლოდ 5000 კი არ ვკარგავთ, 5000 ვკარგავთ და პლუს იმ 5000 რომელსაც იქ სამოტივაციოდ ვიღაც სპეცნაზმელი ჯიბეში იდებს რა. ხო, ანუ სახე არის ის, რაც ყველამ შეგვიძლია ჩვენ თავს პირად დისციპლინით, ანუ აი ესე ვაკონტროლოთ და მეორე უფრო ორგანიზებული ამბავი არის კამერები რა. დასაორგანიზებელი ამბავი და ეს შეუძლია მართლა მცირე ჯგუფების ტაქტიკაზე რომ საუბრობდით, მართლა აიღოს რამდენიმე ჯგუფი, ან პირადად რაღაც რამდენიმე მეგობარმა და უბრალოდ ამ კამერებზე იმუშაოს რა. ეს არის იმ კონკრეტულ მომენტში ლაზერები, რაღაცეები არის კიდე რაც არ მინდა რომ თქვა. საჯაროდ, იცი რაც დავაკვირდი, იგიო, რაღაცებს ვამბობთ, მარტო ჩვენ არა, მე ეს აზრი მუსირებს ყველგან ინტერნეტში, რაღაცა ეთერებში ასე შემდეგ და ამაზე რეაგირებას ახდენენ და კონკრეტულ რაღაც საკანონმდებლო ინიციატივებს იღებენ და ამაზე ლაპარაკობენ და ასე შემდეგ. რა და რაღაცეები არის, რაც კონკრეტულ მომენტებამდე ალბათ არ უნდა ვთქვათ. მეორეს მხრივ თუ არ ვიტყვით, როგორ უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია. მე მგონია რომ ამ დილემას ჩვენ ვერ ავწდებით, ვიღაცა დუყლუყი იურისტები დარწმუნებული ვარ, რომ ყავთ მიყენებული აი ეს ცეხავიკი ჩათლახები, ვითომ კანონის წერა რო იციან, უბრალოდ არაფერი იურისტები არ არიან, აი ჩვეულებრივი ცეხავიკები არიან, არანაირ პატივისცემას არ იმსახურებენ, სირები არიან, უბრალოდ რაღაცა დიპლომი უდევთ ჯიბეში, ეხა შეყარეს ჩვეულებრივი ფაშისტური რეჟიმის სამსახურში მყოფი აი ეს ჩათლახები, რომელიც სულ იქნებიან. ეგენი დაწერენ რაღაცა წესებს, ამიტომ მე მგონი ფეხებზე უნდა დავიკიდოთ ამ ეტაპზე, მაგათ აზრი არ აქვს, ანუ იმაზე ფიქსოთ ჩვენ რაღაცას არ ვიტყვით, ამიტომ ის რაღაცას არ დაწერს, არა, მაგათ თავისი რაღაც ეს ფაშისტური კამპანია მუქოქილი აქვს, მე ნახე ეგენი შუბლზე ძარღვები კარგად გადაუხეხეს, გაუპრიალეს შუბლები და მე მიყავთ და შალვარამიშვილი მიტკიცავს ხოლმე ერთი ორლარიანებს მაგაზე და აი ეგენი არიან ეგენი თავიდან ბოლომდე რა. ამიტომ მაგათ აზრი არ აქვს. რომ ექიმები იყვნენ რა. აი საკონცენტრაციო ბანაკში რომ ექიმები. აი ეგენი არიან ეგენი. ხო, რომლებიც ადამიანებს აწამებენ. რა თქმა უნდა, ის თავისი პროფესიით ექიმი არის აღზრდილი ისე რომ ადამიანს უნდა დაეხმაროს, ფიცი აქვს დათებული ასე შემდეგ, მაგრამ რეალურად მუშაობს რეჟიმზე და ადამიანის საწინააღმდეგოდ და ეგეთი ტიპები არიან რა, ხო. და ამით რა ვიცი, კიდე მინდა ეს ერთი თემა შემოგთავაზო, რამდენიმე რამ რაც აღმოვაჩინეთ კიდე ამის გაგრძელება, ეს არის ფაშისტური რეჟიმის ნიშნები უკვე, ანუ უკვე საბოლოოდ ჩამოყალიბდა ჩემი აზრით ფაშისტურ რეჟიმად. რამდენიმე ნიშანი რაც შეიძინა, რომ ეს არის თქვათ კანონის სრულიად უკვე ხელში აიღო აი ამ საბჭოთა პოლიციურმა სისტემამ, ეხა ეს ადვოკატის თემა რაც გამომჟღავნდა, რომ დადიოდა და ტყუილ ასე ვთქვათ რაღაცა მითითებებს აძლევდა კლიენტებს და მერე ციხეებში გაუშვა ეგენი და ანუ მთელი ამბავი რა ეს რაც ამ ადვოკატებთან არის დაკავშირებული, ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ, რომ პროკურატურა ალყაშია, მოსაქცევი და საერთოდ პროკურატურა ჩამოსაშლელია როგორ იმ ფორმით, რა ფორმითაც არსებობს. ეხა კიდევ ერთი საფუძველი გაქვს, რომ ადვოკატურაზეც ეგ ვილაპარაკოთ, რომ აღმოჩნდა, რომ აი ძალიან ბევრი შეიძლება იყოს ეგეთი ადვოკატი, ვინც უბრალოდ პროფესიას სახელს უფუჭებს და არიან ჩვეულებრივი ჯაშუშები. ძნელია ამოიცნო, როცა არ იცი სამართალი, მაგრამ როცა იცი შეგიძლია ამოიცნო, უბრალოდ მან სისტემას თავი აქვს ისე დამპალი, რომ რაც არ უნდა ამოიცნო, მან შიგნით ვერანაირ ცვლილებას ამით ვერ შექმნი რა, ანუ ეგ სისტემა მომპალია თავიდან ბოლომდე, ანუ უბრალოდ ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ თუ ოჯახში ყავთ იურისტი, მიაქციეთ ყურადღება, ვისთან გაქვთ საქმე. შეიძლება იყოს ფაშისტი, დიდი ალბათობით და ამიტომ პერიოდულად გამოკითხეთ ხოლმე, რას ფიქრობს, როგორ ფიქრობს, ამაზე რა აზრი აქვს, იმაზე რა აზრი აქვს, ვიცოდეთ, რომ ფაშისტებთან ვიყოთ ფრთხილად. ეხლა რაში იკითხება ეს ფაშიზმი? კიდევ ერთი ნიშანი რა.
უკვე ნიშნები არის აი მასიური იდეოლოგიური დამუშავების, სადაც მკაფიოდ გამოკვეთა მთავრობამ მტერი, ეს მტერი არის ამ ქვეყნის მოქალაქეები, ანუ ჩვენ ვართ მტერი, ანუ ვიღაცა ერთი ნაწილი აიღო და თქვა რომ არის მტერი, იმიტომ რომ მას რაღაცის სჯერა, ანუ აი ამის სჯერა, რაღაც თავისუფლების სჯერა, ევროპის სჯერა, დასავლეთის სჯერა, ეს ყველაფერი არის ყალბი, ეს რაღაცა ლიბერალურ ფაშისტებს ეძახის, ანუ თვითონ შემოიტანა ეს სიტყვა ფაშისტი და ამაში ცდილობს რომ დაიმალოს, ანუ იმას ააკრას იარაღი, რასაც თვითონ აკეთებს, პარალელურად მიდის ეს ჩვეულებრივი საბჭოური ყაიდის და ფაშისტური საბჭოური ყაიდა ერთნაირი ყაიდის იდეოლოგიური დამუშავება უკვე ადამიანების, ხო? ანუ ესენი რა ერთი მიმართულებით ქვიან, რომ ტელევიზიას აძლიერებენ როგორ იდეოლოგიურ ინსტრუმენტს, მეორე ხარ ის კეთებაც დაიწყეს, ეს არის ეს გამოგონილი ფილოსოფოსების, თითიდან გამოწოვილი ფილოსოფოსების გაგზავნები და რაღაც პარტუჯრედების შექმნა სხვადასხვა სივრცეებში, საიდანაც მოძალადეების, ესე იგი, რეკრუტირების იმედი აქვთ. აი ძიუდოს აკადემიაში გაუგზავნიათ ის თითიდან გამოწოვილი გიგინეიშვილი, რომლის ერთადერთი ფუნქცია იქ დარწმუნებული ვარ არის დასამომავლოდ ესეთი ტიპები ყოველთვის იყო ესეთი ფუნქციები, აი პარტმუშაობა ტარდებოდა, იდეოლოგიური მუშაობა ტარდებოდა საბჭოთა დროს, ხო? ეს როცა ეს კეთდება ორგანიზებულად, ამას აქვს მიზანი, რომ რაღაცა იდეა გავრცელდეს და რატო უნდა გავრცელდეს? იმიტომ რომ მაღალი ალბათობით ამა თუ პოლიციელები აკლდებათ და მოყავთ ეს სავარჯიშო დარბაზებიდან და ჭიდაობის დარბაზებიდან უნდათ შეივსონ მოძალადეები. კიდევ ერთი ნიშანი ფაშისტური რეჟიმის, ანუ იდეოლოგია ცალკე, მაგრამ მეორე ძალადობაზე დაფუძნებული სისტემა. ერთი კიდე რაც გვაჩვენა, რომ ესე იგი ამ ფაშისტურმა მოწყობამ, რომ სათავეში უნდა იყოს ყველაზე გახრწნილი და ეს ყველაზე გახრწნილი პერსონაჟის შექმნის ძალიან მნიშვნელოვანი ამ მონსტრები ვართ პროცესისაც, ეს რაღაც ივანიშვილი როგორც ძალიან გახრწნილი, ანუ და ქვეწარმავალი ქონდა მაგას ის არა ქვია, ზედმეტი სახელი რუსეთში რო იყო, იმიტომ რომ ამ ყველაფრის მკადრებელი, შემძრომი, ანუ არა აქ არანაირი აი ეს ჰუმანიზმის ღირებულებასთან ახლოს არ არის გავლილი, ჩვეულებრივ ცხოველია, რომელიც ცდილობს რომ გადარჩეს, რა ცხოველურად. და თავისნაირებს ამრავლებს, ხო? აი რაღაც კობახიძესნაირ შეშლილებს რაღაც. ესეც კიდევ ერთი კარგი წინაპირობა ფაშიზმისთვის რა. ასე რომ აი ეს კომბინაცია გვაქვს ძალიან ტოქსიკური ახლა ფაშისტური კომბინაცია, გახრწნილი ადამიანები მთავრობაში, მოძალადე იდეოლოგიურად დამუშავებულები მათ სამსახურში და სიძულვილის იდეა როგორც რელიგია. როგორც პოლიტიკური იდეა. ხოთა შორის რუსული მოდელი არის ეგეც, ხო? არა მარტო, რა თქმა უნდა, მაგრამ აი რაღაცა პერიოდი იყო, როდესაც აი კომუნიზმი როგორც რელიგია, ასე ვთქვათ რა, აი ესე რომ წარმოვიდგინოთ, კომუნიზმი როგორც რელიგია აღარ მუშაობდა და ამის შანაცვლება მოხდა, რა თქმა უნდა, რაღაც ძალიან ხელი შეწყობით, ოღონდ უფრო ესეთი მითოლოგიური ფაშისტური მართლმადიდებლობით, ანუ აი რაღაცა ტრანსფორმირებით ამ კონფესიის და ამაში შეტანის აი ეს საოცარი ფაშისტური იდეებით, რითითაც დღეს თქვა თუ რუსეთი სულდგმულობს და ჩვენთანაც აი ძალიან მაგრა აქვს ფესვი გადგმული და ეხლა ამის შემდეგ უკვე იდეოლოგიად იქცა თითქოს კორუფცია და ფულის შოვნა, მაგრამ ეს არკმარა ვერ წუდება იმ უბრალო ადამიანებს, ვერ ყვებავს ეს კორუფცია რა, უბრალო ადამიანებს და მათ ასევე ჭირდებათ რაღაცა სხვა იდეოლოგია და სავარაუდოდ ეხლა რელიგიასაც ჩაანაცვლებენ უკვე რაღაცა ცოტა უფრო სხვანაირი იდეოლოგიით რა, რადგან შელაპარაკო. რავი, მე ეგეთი საბეჭდება მრჩება, რომ რუსეთშიც აი ეს უნდა მოხდეს რა წესი. აუცილებლად ჩაანაცვლებენ, იმიტომ რომ ქრისტიანობა ბოლომდე ვერ ეყოფათ ფაშიზმის
შესაქმნელად. ხო, და ამიტომ აუცილებლად შემოიტანეს ეს პოლიტიკური იდეა, სიძულვილის იდეა, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანებზე ამ სიძულვილის გავრცელებით დაიწყო და ეხლა მასიურად ავრცელებენ ამ სიძულვილს უკვე იმაში, რა ქვია, არა მარტო რაღაცა კონკრეტული პარტიული კუთვნილებით, არამედ აი მთლიან ჯგუფზე, რომელიც წინააღმდეგია მთავრობის. ყველას ეხება უკვე ეს სიძულვილი, მათგან რაც მოდის, ეს ძალიან საშიში მომენტია და რა ვიცი, არ ვიცი, რუსეთი არა მგონია, რუსეთი ძალიან პრიმიტიული. მე მაგალითად რუსეთს რატო ვამბობ ხოლმე, იცი რომ ხშირად რაღაცნაირ ღრუბელივით იწოვს ყველა ქაქს, კანალიზაციის ღრუბელია ეს რუსეთი რა, ამიტომ რაღაცა სადაც კი სოფლიოში რა არსებობს კანალიზაცია, ყველაფერი ამაში ჩაედინება, ევასებათ, აი ამას ყველა კანალს თავისკენ თხრიან და მოდის ფეკალიები ამ ქვეყნის ტვინებშიც და რა ვიცი პოლიტიკაშიც და ყველაფერში და მაქიდან საზრდოობს დღეს ახლა ეს რეჟიმი. გადაწყვიტა რომ მაქიდან უნდა ისაზრდოოს. თორე ისე საწყისი ყველაფერს, საწყისი მაინც უფრო ალბათ უკმაყოფილო განათლებულ ადამიანებში აქ ამ ბოროტებებს და ეგენი ბევრი ევროპაშიც და ბევრი აზიაშიც და ძალიან ბევრი ამერიკაშიც არიან გაბნეულები. შენ რომ ნახო ახლა ეს რუსები რასაც ლაპარაკობენ დებილიზმს, მოგონილია ხშირად, რა ვიცი, ან ევროპელის, ან ვიღაც ამერიკელი გიჟის, ან შეიძლება ვიღაც გიჟი ისი რა, ინდოელის, რას გაიგებ, ანუ ყველგან აგროვებენ ტიპები. ხო, მაგრამ ამას აგროვებენ, ამაზე მუშაობენ და და ჩვენები მზას იღებენ, რა, ჩვენები აი ამ დაპრესილ უკვე ფეკალიებს იღებენ და ავრცელებენ. მოკლედ, მე მგონი ძალიან საშიშია ეგ თუ გავრცელდა, ეგ ნამდვილად ანუ ძალიან საშიში ტენდენცია უკვე მართლა ამ ფაშისტური წყობის, იმიტომ რომ თუ ადამიანს გადაკიდეს კიდევ ერთხელ ხო, ჩვენთვის ძალიან რთული იქნება. ცოტანი ვართ ეხლა რომ აი სიძულვილის რაღაც ფილტრში გაგვატარონ რა და რა ვიცი, ამაზე უნდა ვიფიქროთ. კი, და მით უმეტეს ადამიანს თუ დაუკარგეს შენს წარმოდგენაში ადამიანურობა, ადამიანად აღარ აქციეს და ცხოველად აქციეს, რომელიც უნდა გძულდეს და რომელიც უნდა გაანადგურო. და ასეთ ადამიანს, რა თქმა უნდა მისცეს სიტყვა და გაასტეხო სიტყვა, ანუ ასეთ ადამიანთან იმასთან ვინც განსხვავებულია და შენ რაღაც ფილოსოფიაში არ ჭდება, არათუ უნდა გაუტეხო სიტყვა, რა თქმა უნდა დაპირდე, მოვატყუო, გადააგდო. რა თქმა უნდა გაანადგურო, რა თქმა უნდა დაჩაგრო, უნდა შეაფურთხო, რამდენჯერაც გაივლი ხელს თავში წამოარტყა, როცა დაიმორჩილებ და ასე შემდეგ. ხო, და რელიგიაზე რა თქმა უნდა რელიგიას ჩაანაცვლებენ და იმიტომ რომ რაღაცა პარალელური ავტორიტეტული სტრუქტურა არის და ამას ახლა ნარცისული და ფსიქოპათიური ხელისუფლებები ვერ აიტანს, ანუ გამორიცხული ამბავია. და ქრისტიანობაც თან არ არის ესეთი რელიგია, რომ აი სადღაც გლუკი ხდება, რაც არ უნდა შეუთავსონ ეს ფაშისტური სისტემა, რაღაცა აი გაჭედვა ხდება რა, იმიტომ რომ ბოლომდე ვერ მუშაობს იმ სტრუქტურაში, რა სტრუქტურაზეც არის ქრისტიანობა რა, აი არ გამოდის რა. ამიტომ უნდა ჩაანაცვლონ რა. არ ვიცი, ხა კომუნიზმი ალბათ აღარ იმუშავებს, იმიტომ რომ კომუნისტებს ისეთი მართლა იდეური მინდევრები ყავდათ, რომლებიც აი მზად იყვნენ, რომ თავგანწირულ, ანუ თავს წირავდნენ დასაწყისში, ხო? და ეხლა ხო, ცოტა შორს წავედით. ამათ ყავთ კორუმპირებული ტიპები, ანუ კორუფცია ამათი მთავარი ღმერთია, ამათ ყავთ ეს კორუმპირებული ტიპები, რომელიც ძალიან ბევრ ამას გააკეთებენ, რომ თავი დაიცვან, აი ხა მაგალითად ეს სოსო, რა ქვია, რაღაცა ქვია კიდე. ხო, რაღაც სახელი აქვს ისეთი ფხაკაძე, ნამდვილი სახელი სხვა არის, სოსო ეს შერქმე ისეთი აქვს. შემოკლებულია. ნამტიფლების სახელებიც მომრავლდა ისე რომ ვეღარ ვიმახსოვრე. არა, ეგ ვისოლის შეფია და ეხლა ჰარვარდში წავიდა, მაღალი ალბათობით რაღაცა ეგზეკუტივ მოკლემ კურსზე წავიდა.
ან ყველანაირად ცდილობენ ეხა ეს ტიპები რომ ნახონ გასაღწევი, სადმე გააღწიონ, რაღაც კონტაქტები გაიჩინონ, რამე იქნება და ეშველოთ და აი ამ სანქციების თემას გადარჩნენ, იმიტომ რომ მიხვდნენ რომ ძალიან სერიოზულ შარში შეყვეს თავი თვითონ, მარტო ის კი არა რომ ხალხს ფეხებზე იკიდებდნენ და იმეტებდნენ ამდენ ადამიანს, ამდენი ხანი და საერთოდ ეს ადამიანობის ელემენტარული სტანდარტიდან იყვნენ ჩახსნილები, რომ აი საცხოვრობდნენ გარემოს შეგრძნება დაკარგეს. ეხლა მიხვდნენ რომ თავები ყავთ კიდე მოჭრილები, იმიტომ რომ ეს სისტემა რაც შექმნეს ფაქტიურად იყო გზა გილიოტინისკენ და ამ გზას დაადგნენ ძალიან თამამი ნაბიჯებით და ეხლა რომ დაინახეს გილიოტინა, ოპა, ეხლა შეეშინდათ, ეგრე არ არის. აქ მთავარი იმედი ქონდათ რომ გილიოტინა არ იქნებოდა, მაგრამ ხო. არა, ბოლომდე მე მგონი იმასაც ფიქრობდნენ რომ სხვებს შეყრიდნენ შიგნით, სანამ გილიოტინა მუშაობდა, სხვებს შეყრიდნენ და სხვის თავები მოიჭრებოდა და იმ გილიოტინას ძალიან კონკრეტული ზომა აქვს და მაგათ თავები აინტერესებს, რაში ჭირდება ეხა 500 ლარიანი ხელფასი რომ ვიღაცა აქვს იმისი თავი სანქციებს, ხო, არაფერში არ აინტერესებს. ასე რომ ეგ მომენტი არაფერი თავგანწირვა და რაღაცაზე ლაპარაკი, კორუმპირებული ხალხია, გახსნილი ხალხია და შეეცდებიან რომ გამოძვრნენ ამ სიტუაციით. გასაგებია. ამისთვის ბევრ ამას გააკეთებენ, მაგრამ ეგ არ არის მაგათი გამარჯვების ფორმულა. გამარჯვების ფორმულა სხვა არის, მე მგონი და მოდი ცოტა ხანში გავაგრძელოთ ამაზე ლაპარაკი. ხო, გადამწვარი პოლიციელი ვახსენე, ანუ გულისხმობ ორი კადრი გავრცელდა ბანცალით მიმავალი პოლიციელების, რომლებიც სხვა პოლიციელებს მიხავთ, მანამდე იგივე პოლიციელები თუ სპეცრაზმელი, ერთი სპეცრაზმელი, მეორე პოლიციელი ხალხში საკმაოდ არაადეკვატურად დადიოდა. არაადეკვატურად არა ის, რომ აი აგრესიას კი არ უსმევხას, აი თითქოს რომ დაბნეული არის და არ იცის სად არის, რაღაც რეალობის აღქმა რო არეული აქვს რა. და გახსოვს ადრე აი დრაგებზე და ნარკოტიკებზე ვლაპარაკობდით. ნუ რაღაცა ფსიქოსტიმულატორებზე რა, მოდი ნუ ვიტყვით რომ აუცილებლად ამფეტამინია ან აუცილებლად რაღაცა მეტამფეტამინია, რაღაცა ნარკოტიკი. რაღაც ფსიქოსტიმულატორია, რაღაცნაირი, ხო? და ამაზე როგორც ჩანს ძალიან დიდი ხანია ყავთ ტიპები და უბრალოდ ზედოზირება მოსდით რა. იმიტომ რომ ეს არ არის უკვე ერთი ფაქტი. ერთი ფაქტი ერთია, მაგრამ უკვე ორი ფაქტი არის და მესამეც, ხო? დაემატა და ანუ ისეთი რაღაცა ნელ-ნელა თავად აი ამ გასაყრდენს ამ პოლიციელებსაც, ნუ რაღაცა ფიზიოლოგიური პრობლემები ეწყებათ, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიური და მორალურიც რა. აი რაღაცა ეგ ნიშნები იყო, ორი კადრი გავრცელდა, როგორ მეა ბანცალებენ ტიპს რა. აი რაღაცა 16 წლის რო ხარ და ფაქტიზე რო დათვრები და მე მოყავ სახში ნათესავებს რა. აი ეგრე გაყავდათ რა. ხო. სხვათა შორის მანდ პოლიციამ თქვა რომ ესო ვერ არისო კარგად გიჟიო და ცადესო გაერიდებინათ და ეხა შენ რო თქვი ეხლა დავფიქრდი მაგაზე თორემ მაინდა-მაინც ცოტა მივიწყებული მქონდა იცი ეგ დრაგების თემა სხვათა შორის მაგ დრაგების თემაზე ისე დაიწუნენ რომ ის გამოიყვანეს შიო ყავთ პატრიარქის რა ქვია ნაკურთხი თუ მონაცვლე თუ რაღაცას ასე ეძახიან რა ხო და ეგ გამოიყვანეს რომ არაო მანდო არანაირ წამალსო არ ხმარობენო პოლიციელებზეო არა და ესე იგი წარმოიდგინე ეგ რა იცის არა ეგ ათქმევინეს ამ იმას რა ქვია ამ შიოს რა რატო ესე იგი ფაქტია რომ ინფორმაცია აქტუალური იყო ადამიანებმა ეს დააკავშირეს რაღაცასთან ტიპი რომ მივიდა ოჯახში არა ოჯახში რომ მივიდა შეხედეს რომ ვერ არის ეს ჯანზე და რა გჭირს და მე რომ დატრიალდა ეს ინფორმაცია რომ ესეთ შემთხვევებში აძლევენ სტიმულატორებს ესეთ შემთხვევაში ამას ქონდა რეაქცია. აი ეს მე ხა არ მიმიქცევია უკვე მაგაზე ყურადღება ვეღარ გადავიტანე და ახლა მე მგონი ძალიან სწორი შენიშვნაა რომ შეიძლება ამ შედეგებს იმკიან ეს ადამიანები უკვე თავის ჯანმრთელობაზე რა. ყველა ვარიანტში და ზედოზირების ამბავი, ანუ როდესაც დიდი ხნით მოიხმა რაღაც ეგეთ ფსიქოსტიმულატორს, რა თქმა უნდა, იქ გაორება ხდება სამყარო საქმის და რაღაცა დილით კლუბიდან 3 დღის გულაობის მერე გამობანცალებულ ადამიანებს გავდნენ აშკარად რა, ანუ აი ეს იყო რა. და თუ თქვა კლუბში მყოფი ადამიანი გამოდის და კეთილი არის, ეს უბრალოდ ბოროტი არის და იმის
იმისთვის არის მომართული, არა საცეკვაოდ, არამედ სხვის ცემაში ხარჯავს ამ ენერგიას რა. ხო, ეგ არის. ჩვენ კიდე გვინდოდა საოკუპაციო რეჟიმზე, მაგრამ მე მგონი არა, საინტერესო თემაა, მე მგონი მაგაზე უნდა ვთქვათ რა. რამდენად გვაქვს დრო? ოკეი, მე ეგეთ წარმოდგენა მაქვს რა, რომ დროა ვთქვათ, პირველ რიგში ჩვენ თუ გადავწყვიტეთ და ჩვენთვის თუ დამაჯერებელია, ვინ არიან ესენი? იყო დრო, როდესაც მე და შენ დავიწყეთ თუნდაც ეს პროექტი და ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არის კარტელი, რომელსაც ყავს მთავარი მაფიოზი, მთავარი ბოსი, ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ახორციელებს მართვას, თავისი პირადი დაცვი და ასე შემდეგ და აღწერეთ ეს სტრუქტურა რა. და ეგრეც არის, ეგ დადასტურდა, მაგრამ რეალურად ვინ არიან? იქცევიან ისე, როგორც არ ველოდებით, რომ უნდა იქცეოდეს, თუნდაც სუდი და თუნდაც ნაძირალა, მაგრამ მაინც შენი ქვეყნის მთავრობა. გვექცევიან, საზოგადოებას ექცევიან ისე, როგორც არც ერთი ქვეყნის მთავრობა არ უნდა ექცეოდეს, იმიტომ რომ მისთვის არის დამაზიანებელი და მისი სისტემისთვისაც დამაზიანებელი არის. იმისთვის, რისთვისაც მას სჭირდება ავტორიტარიზმი რა. მაგრამ ხო, და როდესაც ესენი ესე ცუდად გვექცევიან, ჩვენ ცოტა ეს გვემართება. ბრაზდებით განაცხადება. ჩვენიანი როგორ გვექცევა ესე? ვერ ხვდებით ხო თავ პირში რატო გაფურთხებს შენი პოლიციელი? თუნდაც ნაძირალა პოლიციელი რა, მაგრამ აი ამისგან სიამოვნებას რატო იღებს? რა არის ეგ? რატო გვექცევიან საერთოდ ესე? რანაირი სისტემის და რაღაცა მოჭერის მცდელობები აქვს რა ამ სისტემას და მე ხვდები რომ ეს ყველაფერი გამართლებულია თუ ეს არის საოკუპაციო რეჟიმი. თუ უბრალოდ ის კი არა რომ მტერზე მუშაობს, უბრალოდ ის კი არა რომ ოკუპანტზე მუშაობს, ან საოკუპაციო რეჟიმივით იქცევა. აი მაგ გვემართება კოგნიტიური რაღაცა, ეს გაყოფა რა, გაორება, რომ ოკუპანტივით იქცევა. ოკუპანტივით კი არ იქცევა, ოკუპანტი არის. ოკუპანტივით თუ იქცევა ის ერთია, მაგრამ მაინც შენი ქვეყნის ხელისუფლებაა რა, მთავრობაა, დე-ფაქტო არა დე-ფაქტო მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ თუ ოკუპანტი არის, მაშინ გასაგებია საოკუპაციო რეჟიმი არის, მაშინ გასაგებია სახეში რატო გაფურთხებს. მაშინ გასაგებია ბიჭს რატო იჭერს ფიცის დადების გამო. მაშინ გასაგებია გმირების სახელები რატო აღიზიანებს, ხო? გასაგებია მთელი ეს ბრძოლის მიმართ რატო ანგრევს ტრადიციებს? მიადგა ისა წიხლით დგება ორსულ ქალზე. ყველაფერი რაც შენთვის წარმოუდგენელია, რომ შენმა თანამ ქართველს თუ მნიშვნელობა საქართველოს მოქალაქემ შეიძლება გაუკეთოს მეორე მოქალაქეს. ეს ჩვენს ტვინში ვერ ეტევა და რა თქმა უნდა მე გაორებას იწვევს. ერთის მხრივ ჩვენ ვიცით რომ აი რაღაცა ლეგენდა ვიცით რომ ქართული მილიცია იცავდა 9 აპრილს ადამიანებს თუ ეხმარებოდა ვიღაცებს და მეორეს მხრივ ხედავთ რომ ეს რაღაცა კბილებ დაკრეჭილი ტიპები განადგურებენ და ოკუპანტები არიან და იმიტომ განადგურებენ. გენეტიკურად ქართველები, ქართულად მოსაუბრეები შეიძლება ბევრმა არც იცოდეს. ბევრმა, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ბევრმა ზუსტად იცის რასაც აკეთებს რა. და მოდის და უბრალოდ განადგურებს. კავშირში იმასთანაც არის რაც შენ თქვი მანამდე რა, დეჰუმანიზაციის ამბავი, რომ მოწინააღმდეგე ხარ და უნდა გაგანადგუროს. მაგრამ ასევე არის ის რომ სხვები არიან. ესენი სხვები არიან. სხვებივით კი არ იქცევიან. სხვები არიან რა. 100%-იანი. 100%-იანი. ეხლა შენ რო გისმენ და იმ დღესაც რო თქვით, კარგად ვერ გავიზრდე, ეხლა რო გისმენ, ნახდაც სხვები არიან. ეგენი არიან ოკუპანტები. ეხლა ოკუპანტები რუსები არიან თუ ისა ჩინელები თუ ირანელები თუ რა ვიცი ვინ არის ეხლა ჩვენი ოკუპანტი ამაზე მსჯელობას თუ დავიწყებთ ტრადიციული ჩარჩოთი აღარ უნდა ვიმსჯელოთ ტრადიციულად იყო რომ ერთი ქვეყანა შემოდიოდა და გიფხრობდა რა დღეს არსებობს მსოფლიოში გაერთიანებები ანუ ვიღაცეებთან ჯგუფდებიან სიტუაციურად რომ რაღაც თავის სტრატეგიულ მიზნებს მიაღწიონ. შენ ან ასეთ თამაშში ხარ და შენც რაღაც გადაწყვეტილებებს იღებ, ან ამ თამაშში ვერ ხარ და მაშინ ვიღაცა უბრალოდ გიყენებს როგორც ერთ-ერთ ინსტრუმენტს, ხო? ჩვენ
კონკრეტულად ვართ გეოგრაფიულ ადგილზე, სადაც რაღაცა გზა არსებობს, ну ეხლა რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ გზას მართალი გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს, არც ეკონომიკურად, არც სტრატეგიულად რა შეიძლება, რა თქმა უნდა, რაღაც მნიშვნელობა აქვს და შეიძლება ამ კონკრეტულ მომენტში დიდი მნიშვნელობა კონდეს, რაღაც სხვა დროში უფრო ნაკლები, მაგრამ აი ეხლა მგონია რომ მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ შავ ზღვაზე გვაქვს დიდი სანაპიროს ნაწილი, ხო? ასევე ჩვენზე გადის რკინიგზა, რომელიც აკავშირებს აზიას ევროპასთან და ეს რკინიგზა არის და დადის ზედმატარებელი რაღაცა ენერგორესურსებს გადაიმაშიც მონაწილეობთ ენერგორესურსების გადაადგილებაში და ზოგადად ტვირთებიც დადის და ცაც არის ხო რაღაც სტრატეგიული სადღაც შეიძლება გზას ამოկლებდეს და საქართველოში შეიძლება კარგი ჰაბის მოწყობაზეც ვინმე დაფიქრდეს, მაგრამ ამ ყველაფერს ფაქტია, რომ დღეს ესე იგი ძალიან ბევრი უყურებს, როგორც მისთვის პოტენციურად საინტერესო სივრცეს რა. და შენი მთავრობა, რომელიც შენ აირჩიე, რა უცნაური რაღაცაა. ესე იგი, ტრადიციული ოკუპაციის თემა უნდა დავივიწყოთ, ვიღაც შემოდის ხმლით, ვიღაცას თავს ჭრის და რაღაც. არა, შენი მთავრობავე გაქცევს შენ უუფლებო ადამიანად. მთელი ოკუპაცია ეგ არის, როცა უუფლებო ხარ რა სინამდვილეში. მეთქი არაფერი არ არის ოკუპაცია. ანუ ოკუპირებულ საქართველოში ქართველი საქართველოს მაცხოვრებელი არის უუფლებო, ოკუპანტი არის უფლების მქონე. ეგ არის მთელი ფორმულა რა, იმას აქვს რაღაცა, რაც შენ არ აქვს. აი დღეს ეგ ჩაატარა ჩვენივე თანამოქალაქეების მიერ მხარდაჭერილმა მთავრობამ. ეხლა უყურე აქ რა არის არჩევნები რო გაყალბდა, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. მაგრამ ამ მთავრობას თავისი ამომრჩეველი რო ყავს, ეგეც ფაქტია. მე მგონია რომ ეს 30% მაგათ უჭირავთ და სანამ მესამედი არ მოაკლდებათ, მანამდე ეს ჩათლახები გამოვლენ და რასაც უნდა იმას იტყვიან შუბზე ძარღვ გამწყდრები, აუცილებლად, იმიტომ რომ არიან ოკუპანტები. ეგრე არის და აი ეგ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ თავში მოხდეს ეგ გარდატეხვა მათ აღქმაში როგორ აღვიქავთ მაშინ ჩვენ არ ვანადგურებთ კამერებს რომელიც ჩვენ ქვეყანას ეკუთვნით თუნდაც სუდად იყენებენ მაგრამ ჩვენი არის მაშინ შენ ხელს უშლი გადაგიღოს ისეთ კამერას და თუნდაც აფუჭებ რომელიც შენი არ არის რა რომელიც ოკუპანტის არის სასამართლო ჩვენი აღარ არის ძალიან ხო და ამიტომ სასამართლო ჩვენი არ არის სასამართლო ოკუპანტის არის ნუ უყურებთ მოსამართლეს ან პოლიციას ან კიდევ ანუ რომელიც რომ აი შენი თანამოქალაქე არის და რაღაც გზნობა უნდა გაუღვიო არა ის არის იქეთა ელიენი არის შიგნით აი ეს რაღაცა ელიენი არის ჩასახლებული რომელიც ერთ დღესაც ანუ უნდა ამოხეთქოს და ამოვიდეს და მე მგონი ამოდის კიდეც რა აი ხო ანუ ეს ტიპები მუშაობენ რაღაცა ძალაზე რომელმა ძალამაც მათ აღუთქვა მხარდაჭერა მათი ასე ვთქვათ ბოროტ სისტემას აღუთქვა მხარდაჭერა სხვადასხვა რესურსით ცოდნით ფულით თუ ძალადობით და ესენი არიან რაღაც კოალიციის მონაწილეები ამ კოალიციაში რა ვიცი რაღაც მიზნები არსებობს ამ მიზნებს ემსახურებიან მაგრამ საქართველოს საზოგადოებას ეს ყველაფერი არ წარმოადგენს საქართველოს საზოგადოება აი ამ გათამაშებაში არის დამცირებული მდაბიო ოკუპირებული კოლონიზებული აი ამ პოლიტიკურ ფინანსური ჯგუფის მიერ რომელიც რაღაც გარიგებებს დებს რა ვიღაცა მოძალადე ავტორიტარულ რეჟიმებთან ანუ ავტორიტარულ კლუბში გაეწევრიანდა რაღაცა ჯგუფი რაღაცა მანდატის მქონე მაგრამ იმის ხარჯზე რომ
გადაწყვიტა ჩვენი ფეხზე დაკიდება შეიძლება. ანუ მან გადაწყვიტა, რომ სათავისი მოქალაქეების ფეხებზე დაკიდება შეიძლება და შეუძლია, რომ აი ვიღაცეები უბრალოდ მიაჩმოროს, დაიჭიროს, გააჩუმოს და მერე თავისი საქმე აკეთოს. აი ძალიან მნიშვნელოვანი გათვლა. ეს რეჟიმი არის ოკუპანტი. ეს არის ფაშისტი ოკუპანტი რეჟიმი, რომლის ერთადერთი ამ წუთისთვის პროექტია შექმნას მუდმივი მმართველობის სისტემა, სადაც თვითონ მუდმივად მართავს. კი ბატონო და მაშინ მაგ შემთხვევაში ხო გასაგებია შენ ამბობდი უნივერსიტეტს ებრძვიან, ანუ გასაგები ხდება ყველა მათი მოქმედება, იძენს ლოგიკას, იმიტომ რომ ხანდახან ამათი მოქმედებები ალოგიკური არის ხოლმე. მე თვითონაც მიჭირს, მიუხედავად იმისა, რომ აი ბოლომდე ვიცნობ, ასე მგონია, შიგნიდან, ანუ სიღრმისეულად მათ мотиваციასაც, ტექნიკებსაც და ასე შემდეგ, ხანდახან ძალიან ალოგიკური არის ხოლმე რა. მაგრამ როგორც კი შენ წარმოიდგენ, რომ ესენი არიან ოკუპანტები, ყველა მათი მოქმედება, აი ყველაზე უაზრო და სულელური და დასაცინიც კი ლოგიკურ ჯაჭვში ჯდება. კი, ესენი არიან ოკუპანტები. ესენი არიან რუსები, შეგიძლია დაარქვა. ეს რუსი არის კოლექტიური ტერმინი, ჩვენთან ბოლო ოკუპანტი, ჩვენი ბოლო კოლონიალისტი ეგ იყო, რომელიც რა ვიცი, თავისი პროექტის შექმნას ცდილობდა და აი ამხელა მასობრივი ფაქტიურად რეპრესიებში გაატარა ერი, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში უკვე დეზინფორმაციით დამუშავება. აი ამ მაქსიმალური პენეტრაცია საზოგადოებაში, ხო? აი ამ ყველაფრით მე მგონი ისეთი ბაზისი შექმნა, რომ ამ ბაზისს დღესაც იყენებს რა ძალიან ადვილად და ანუ ვინც მაგ სისტემაში იყო დარწმუნებული ვარ, აი ჩვენ აი კარგად არ გაგვიაზრებია რა. ამ ადამიანებისთვის საქართველოს გაუგებარი ამბავი იყო ყოველთვის. მათთვის გასაგები არის რაღაცა გლობალური ძალაუფლება. აი გლობალური ბატონი ესმით რა, რომ აი ძალიან ძლიერია. ეს ადამიანები ერთმანეთთან ვერ მორიგდებიან, თუ ძალიან ძლიერი ვიღაც უფროსი არ აყავთ. მათზე 10ჯერ და 100ჯერ მეტი რა, იმიტომ რომ არა აქვთ თანასწორობის არანაირი გამოცდილება და ამას ძალიან ადვილად თამაშობს მე ოკუპანტიც და აი ძალიან მე მგონია რომ დღეს ესენი უკვე ბოლომდე არიან უცხო ძალა. კი, ბოლომდე უცხო ძალაა და შენ ახსენე რომ ადრე ოდესღაც თქვა არჩევნებით არიან არჩეულები, ანუ მოსულები და თუ გახსოვს ოდესღაც ძველ ჩანაწერში რავი 2 თვის წინ სავარაუდოდ შევადარე რაღაცა ვირუსის უჯრედს. აი ვირუსის უჯრედი, რომელიც ჯანმრთელ უჯრედში ჯდება და იღებს მის ფორმას, ისე რომ იმუნიტეტი, რომელიც ვალდებულია თუ პასუხისგებელია სხეულის დაცვაზე, რეაგირებას არ ახდენს, იმიტომ რომ თავისი, ანუ იმ უჯრედი მეგობარი, ასე ვთქვათ, რომელ უჯრედსაც იცავს, იმ უჯრედის სახე აქვს ამ ვირუსს რა. და აი ეს შევადარე პოლიციელს, რომელსაც ქართველი პოლიციელის ფორმა აცვია, მაგრამ სინამდვილეში არის ოკუპანტი თუ ოკუპანტზე მომუშავე ჯარისკაცი. და ჩვენ აი გვაბნევს, იმიტომ რომ პოლიცია, ვემსახურები და ვიცავდა ვემსახურები აწერია, საქართველოს პოლიცია, გერბი ქართული, დროშა ქართული და იმუნიტეტი, რომელიც ამისგან უნდა გვიცავდეს, იბნევა, იმიტომ რომ ნუ საქართველოს პოლიციელია და ამ დროს იბნევა, კი, იბნევა. ეს გამოჩნდა, ჩვენც ვიბნევით. ჩვენც ვიბნევით, მე ანუ ვერ უპირისპირდები და რაც ყველაზე, ანუ მორალში ძალიან გვაჭერს ეგ რა, რომ ჩვენ რო გონია რომ ამან უნდა დაგვიცვას ეს გვივლის თავზე და ვერ ხვდებით, რატო გვიქცევა. აი ბავშვს რო უცბად ვიღაცა დაუყვირებს და გაურკვევლობაში რო ხვდება რომ აი რა არის ეს, რატომ ექცევა ასე ცუდად, არ იცის, არ გამოუცდია. აი არ გამოგვიცდია. ესეთი რამე ახლა არ გამოგვიწყდება. სინამდვილეში ისტორიას არ სწავლობთ, თორე ჩვენი ისტორია სავსეა შემთხვევებით, როდესაც ანუ კონკრეტულად როდესაც ქვეყნის მეფეს ეძახის ტიპი თავს, ამბობს, აი მე ვარ ქართველი მეფე, მე მოყავს სხვა ქვეყნიდან ჯარი და იმ ჯარით აქ ადგილზე ანადგურებს ნებისმიერ მოწინააღმდეგეს. კი. ანუ ჩვენ ეგ ჩვენი ისტორიის ნაწილია. მე მგონი ამუშავდა იმუნიტეტი. მე მგონია რომ ანუ უჯრედმა გამოავლინა ამ
სუდმა უჯრედებმა, ასე ვთქვათ, მოწინააღმდეგე ოკუპანტმა უჯრედებმა გამოავლინეს თავისი თავი, ვიცით უკვე ვინ არიან, უფრო კარგად უნდა დავარქვათ სახელი და რავი, იმუნიტეტის რაღაცა ნარჩენი რაც შეგვჭა, ის უნდა ვამუშაოთ ბოლომდე რა. რაღაცა შეგვჩენია. აღმოჩნდა რომ საზოგადოება არის. ვერ არა, შეგვჩენია კი არა, ძალიან მაგარი შეგვჩენია. არა თავდაცვა არ ვიცი. არა ესა უშიშროება არაფერმა არ იმუშავა. ყველა, ანუ იმას, რასაც უნდა დავეცავით, ვერ იმუშავა, პირიქით მოწინააღმდეგეზე იმუშავა, მაგრამ აღმოჩნდა მთავარი რაღაც რა. ანუ საზოგადოება, ადამიანები, ხალხი და აი მათ ყველა ინსტიტუტმა იმუშავა ოკუპანტზე. კი. ეს არის იმუნიტეტი, ეს უნდა ყოფილიყო, ხო? კი, ეს უნდა ყოფილიყო ჩვენი დაცვა და აღმოჩნდა, რომ ყველა ინსტიტუტი არის ოკუპაციის სამსახურში, კოლონიალიზმის სამსახურში, საკუთარივე მოქალაქეების დამცირების, დაჩაგვრის სამსახურში. ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეხლა მე ხშირად გამიგია ვიღაცები მეუბნები, აიცი რა თქვენ საქართველოში კლანური სისტემები გაქვთ და ინსტიტუტებს ვერ ქმნით. ინსტიტუტებს მშვენივრად შევქმნიდით, ეს ყველაფერი აი რაღაცა პოლიტიკური სისტემა გვექნებოდა უფრო მეტადაც ალბათ ფუნქციური, ცოტა ალბათ მიმართულებები უკეთრო გაგვიაზრებინა, მაგრამ არა უშავს. ეხლა რასაც უყურებთ, სინამდვილეში დღეს ვართ მე მგონი ინსტიტუტების შექმნის მდგომარეობაში. იმიტომ რომ დღეს რაც ხდება, ეს არის დიალოგი საზოგადოებაში თანასწორთა შორის, ანუ ეს იქმნება. ეს არის სოლიდარობა, როდესაც ადამიანები ერთმანეთთან უკვე ესე იგი, ერთმანეთის მხარდამჭერები არიან, აგერ სკოლის მასწავლებელს თითო ლარი აუგროვეს და ჯარიმა გადაახტევინეს და მასწავლებლებმა და მოსწავლეებმაო და 6000 ადამიანი იყო ჩართული სიმბოლურად, მაგრამ ძალიან ძლიერი აქტია სოლიდარობის და ეს ქმნის მერე ინსტიტუტს. არა რეპრესია, არა ავტორიტარიზმი, იმიტომ რომ მთელი ჩვენი ინსტიტუტების შექმნის პროცესი საბოლოო ჯამში იდგა ტრადიციულ რაღაც ამ ევროპულ მოდერნიზაციის გამოცდილებაზე. რეპრესია, ავტორიტარული მიდგომა და მოქმედების ძალა რაღაცა, თავმოყრილი, ხო? ეხლა სინამდვილეში გაცილებით უფრო მყარ საფუძველზე ვდგებით. ეს არის სოლიდარობა, ეს არის თანასწორობა და ეს არის დემოკრატიული ჩართულობა, მონაწილეობა რა. აი, ეხლა ვართ ამ ინსტიტუტების შექმნის პროცესში. ის რაც გვაქვს, ფაქტია, რომ ეს არის უცხო ორგანიზმები და არა მარტო გამოიყურება ესე უცხოთ რა. მე მაგალითად ეხლა იურისტებს რო უყურებ, მართლა უცხოები მგონია ხოლმე, ბევრი რა, რაღაცა არ ვიცი რა დაემართა ამ ხალხს, რა ჭირს, რაღაცა ისა აქვთ რა, კარგავენ რა ადაპტაციის უნარს საზოგადოებაში და არ ვიცი რაღაც ცუდი ტიპები ხდებიან რა. ამ ტიპებისგან ჩახსნა ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ უცხოებისგან, კოლონიალისტებისგან, ამ ოკუპაციური ძალისგან და მე ძალიან მოკლედ კმაყოფილი ვარ რომ ამ თემას დავიწყეთ ლაპარაკი, იმიტომ რომ ხო მეც რაღაცა ეს ხათრის მომენტი სულ მქონდა რა. აი მოდი მაინც რაღაცა ჩავთვალოთ რომ მაინც ჩვენია, მაინც რაღაც შინაურია და სულ ის აზრი მაქვს რომ იცი აი ქალზე მაინც არ იძალადებენ, აი მაგრამ აგერ ორსულ გოგოს ბავშვი დააკარგინეს, ცემეს. სახში შეუვარდნენ, შენი ქმარი უნდა დავიჭიროთო, მე აღმოჩნდა რომ საერთოდ რაღაც ჯარიმას დაძდევდნენ იმას. ვიღაცა მართლა მანქურთები იჭერენ იმას, ბავშვებს მას უკეთებენ, ალყებს 3 და 4 მანქანით, შავებში ჩაცმულებით არბიან, გადმოხტებიან, დააპატიმრებენ. რაღაც სიგიჟეებს აკეთებენ. წარმოუდგენელ დებილობას. ანუ აი კონკრეტულად ვიზეც ყველაზე მეტად არიან მომართულები რომ დაიჭერონ. აი გადახედე ამ ადამიანებს რა, დაჭერილები, აი დაკავებული ადამიანები. ანუ თითოეული ადამიანის ადგილას რო ვიყო, ამაყე ვიქნებოდი რომ ეს ადამიანი ვარ რა. ანუ აი ეს რაღაცნაირად ესე ვამბობ რა. ხო, ანუ იმიტომ რომ აი, რავი, ბიჭო, იუნკერების ფოტოებს რო უყურებთ და აი იმ ხალხის ფოტოებს, შავ-თეთრ ფოტოებს რო უყურებთ რა.
ხო, აი წარმოგვიდგენია, რომ თითქოს ძველი რაღაცა სხვანაირი ადამიანები იყვნენ, რომლებსაც სხვანაირად ჰქონდათ გათვითცნობიერებული საკუთარი სიცოცხლე, ოკუპანტი, თავგანწირვა და ასე შემდეგ და აი აკეთებდნენ ამ საქმეს და სიცოცხლე არ უყვარდათ და თავს წირავდნენ უფრო ადვილად თუ ოჯახი ემეტებოდათ თუ რა ის როგორი გმირებიც იყვნენ, იგივე გმირობასთან გვაქვს ახლა საქმე. უბრალოდ შავ-თეთრის მაგივრად ფერადი ფოტოები არის და იმათ არ ვიცნობთ და ამათ ვიცნობთ. და თქვათ იმათი ყოველდღიურობა არ ვიცოდით და ამათი ყოველდღიურობა ზოგი ჩვენი მეგობარი არის და ვიცით. როგორ ხუმრობენ, როგორ იცინიან, როგორ ისევდა აქვს სიმთვრალეში როგორები არიან თუ სიფხიზლეში და ასე შემდეგ. და გონია რომ ჩვეულებრივი ადამიანები არიან ესენი და არა, არ არიან. ანუ ესენი არიან ისინი, ვინც ამ ეს ქვეყანა აქამდე მოგვიყვანა და მოგვიტანა რა. აი ახლა რავი, ახო ბაძეს იმას ამას უყურებ და ეს ადამიანები არიან რა. აი ეს კიკნაძე ძალიან მაგარი ბიჭია. ეს ცეცხლაძე მაგარი ბიჭი. აი უბრალოდ არ მინდა რომ გამოგრჩება ყველა ვარიანტში, ხა ყველა მე მგონი ცალკე უნდა გავაკეთოთ კიდე ერთი გადაცემა, სადაც ამ ყველა ადამიანზე მოვყვებით. კი ბატონო, უბრალოდ განსხვავება ის არის, რომ ფერად ფოტოებს უყურებთ და ფერად კადრებს ვნახულობ და არა შავ-თეთრს რა. აი ეგ არის. მაგარი ადამიანები არიან და ესეთები კიდევ არიან, ბევრი არიან. აი რუსთაველზე დგანა. ყველა ვერ დაიჭირეს. ხო. თუმცა უნდათ აი ხა უნდა ჩალიჩობენ, მაგრამ ვერ მიიღებენ რა. კაროჩე. როგორც არის. არა, მე მგონი ეგ მნიშვნელოვანი მოცემულობაა, რომ ვებრძვით ოკუპანტს, რომელიც უკვეა შემოსული ჩვენ ქვეყანაში და უკვე აკეთებს ყველაფერს, რაც რუსს ვამბობთ, რომ უნდა გაეკეთებინა, ეს უკვე აკეთებს ამ ყველაფერს, ამიტომ რეჟიმი უნდა შევცვალოთ და ოკუპანტთან ბრძოლის იდეა უნდა მივცეთ ამ ყველაფერს და აი ეს ყველა ვიღაცა შპინგალეტები რო ყავთ ზოგი ტელევიზიაში და ზოგი რადიოში და აი რო გაბეყეს იმაში რესტორანში ხალი ავაჭამით ეს რამიშვილა ტიპები ვიღაცეები აი ამ ყველას ეს ყველა არის რუსი ჩვეულებრივად ესენი არიან რუსები აკეთებენ იმას რასაც რუსი გააკეთებდა სხვას არაფერს არ აკეთებენ განსხვავებული აზრის მქონეს ანადგურებენ რესურსებს ანადგურებენ გრძელვადიანი სტრატეგიული ესე იგი მიზნებს აზიანებენ ამ ქვეყნის მეტი რა უნდა გააკეთონ და ამ ქვეყანას საბოლოო ჯამში ამზადებენ განუვითარებლობისთვის რომ არასდროს არ განვითარდეს უბრალოდ იყოს ადგილი სადაც ვიღაცა აი ესეთი ყველაზე დამპალი ჭრდილში წამოწვება და ვიღაცებს დაიქირავებს რომ იბად დაუნიაონ და გააგრილონ ზაფხულში რა და ამან ისიამს აი დამთავრდა ეგ არის მაგათი ხედვა ქვეყანაში რა მაგიტომ თქვა ხო ამ ცხონებულმა რა ვიცი ამ ივანიშვილმა ფაქტურად ფინანსურად უკვე ცხონებულია მე არ ვიცი მაგის ისა რა ქვია ამბები რამდენ ხანში იქნება მაგრამ შეგვიძლია თქვა რომ ხსო უნდა იყოს მაგის ბიზნესში და ხო თქვა რომ წადითო კაცო ქვეყანაში აგინდათო აგებ გერმანიაში ტაქსისტებად იმუშავეთო რა ანუ აი ეს რაც ყოფნით რომ უნიაონ ჭრდილში წამოწოლილებს მაგდენი ადამიანი იყოს ქვეყანაში რა და დანარჩენი ზედმეტია რა არ ჭირდებათ. ადრე ოკუპანტს ადამიანები ჭირდებოდა, იმიტომ რომ მე ეგენი მოსავალს ქმნიდნენ და იმ მოსავალს ითრევდა. ეგ მოსავალი აღარ ჭირდებათ. უსაფრთხო სივრცე ჭირდება. ეკონომიკაც კი აღარ ჭირდება. არაფერი არ ჭირდება. ჭირდება ის კორიდორი და აი უსუსტად ხო, იქიდან აიღებს ქირას. ჭირდება. უბრალოდ იქ ის ფულს წერ და დანარჩენი ეს მოსახლეობა არის უბრალოდ თავის ტკივილში. ზედმეტია რა. ზედმეტია, რა თქმა უნდა. ანუ ჩვენ უკვე ამ ადამიანებმა კი ზედმეტებად გვაქციეს აღარ არის საჭირო სოფლის მეურნეობა არაფერი ოკუპანტს ეს აღარ ჭირდება ოკუპანტს უბრალოდ ჭირდება სერვისები ესე დაარქვეს ამას სერვისები აი ამ სერვისებში ვინც უნდათ ის ეყოლებათ საერთოდ არ უნდათ საქართველოსთან გაყრიან ყველას შემოყრიან ვიღაც ჩინელებს რომელიც ხმას არ ამოიღებს ტროეტყვე რომ საერთოდ სხვა ქვეყანაში ხარ და ჩუმად იყავიო და გააჩერებენ და აი ეს დანიავება ჭრილში რაღაცა ხედები თავისთვის მოიწყობენ ამას რა ხინკლის მომხევს დაიტოვებენ კაცო ხინკლის მომხევს დაიტოვებენ სანამ ისინი ისწავლიან არა ხინკლის მომხევის აპარატით შექმნილია სხვათა შორის კი ბატონო ვაპირებ ყიდვას
ხო და არ არის არა, მაგრამ მექანიზმის ხო. ხო და არ არის ისა, რა ქვია, საჭირო კიდე ძალიან ბევრი ადამიანი, ერთი დამნიავებელი პერიოდულად შეიძლება ხინკალსაც გიკეთებდეს. ასე რომ რაღაცა მაგ იმაში არიან რა, მაგ ფორმულაში ცხოვრობენ ეგ ტიპები. ჩვეულებრივი ოკუპანტები არიან რა და ესე უნდა შევხედოთ. კი ბატონო. ხო არ მივდივარ დასასრულისკენ. მე მგონი დღეს შეგვიძლია დავასრულოთ ამით და კი ბატონო, ეგ არის. ბრძოლა გრძელდება და ჩვენც ვაგრძელებთ. ხო, დაგვილაიქეთ, გამოგვიწერეთ და დაგვიკომენტეთ. აბა დროებით.